კამერების გასაჯაროებას არ აპირებთ ბატონ ბეჟან. როდის გიხდით? ასეთი ინციდენტი მოხდა, ხომ იცით ბაჩიაშვილი არ არის უკაცრავად ბოდიშის გარდა სხვა პასუხი არ გაქვს? არ მაქვს. ეს ბეჟანოვკა იწეა, კაცი რომელსაც ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს ციხეები ჩააბარა. მისი პასუხისმგებლობაა ის, რაც საკნებსა და ციხის დერეფნებში ხდება. მისი პასუხისმგებლობაა ყველა პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მას კი სათქმელი არაფერი აქვს. საერთოდ რეაგირებას არ აპირებთ ბატონ ბეჟან ამ ყველაფერზე? ბაჩიაშვილი ხო რიგითი პატიმარი არ იყო, ასეთი ამბავი მოხდა თქვენს ციხეში, არაფერი არ გაქვთ სათქმელი? თქვენი დაქვემდებარების ქვეშ არის ეს ყველაფერი, ბატონო ბეჟან. ბეჟანოვკაიძეს ქართული ციხეები იუსტიციის ახალმა მინისტრმა პაატასალიამ 18 ივნისს ჩააბარა. მისი დანიშვნიდან 20 დღეში კი გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ივანიშვილის საჩივრით დაკავებულ მისივე მილიარდების ყოფილ მმართველზე სასტიკი ანგარიშწორებიდან უკვე 1 კვირა გავიდა და პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არც საკნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაუსაჯაროებია და ისიც კი არ უთქვამს, რომ გამოძიებამ თავდამსხმელს ბრალი წაუყენა. კადრები არსებობს? თქვენ ნახეთ, როგორც ემდნენ, ვინ იყო ეს პატიმარი, გარედან შეიყვანეთ? დუბაიდან გატაცებისა და გლდანის ციხეში მოთავსების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო. მის საკანს 24 საათის განმავლობაში კამერებით აკვირდებოდნენ. თუ ბაჩიაშვილი საპირფარეშო ოთახში 2 წუთზე მეტ ხანს დაყრდნობოდა, რეჟიმის კონტროლიორი საკნის კარზე აკაკუნებდა. გამონაკლისი თავდასხმის დღე 11 ივლისი იყო. ამ სისხლიანი ანგარიშწორების 1 კვირის თავზეც კი ქართულმა ოცნებამ ვერ შემოგთავაზა ვერც ერთი დამაჯერებელი ვერსია, რომ ეს თავდასხმა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთა და შურისძიება კაცზე, რომელსაც წლების განმავლობაში შვილობილს უწოდებდა. ბატონო ირაკლი, ბაჩიაშვილი ივანიშვილის დავალებით ცემეს? რატომ არ აქვეყნებთ მაშინ ჩანაწერებს? რა არის ამ ჩანაწერში ისეთი, რისი გახმაურებაც და ჩვენებაც არ გინდათ? ეს არის ქართული ოცნების მიერ სრულიად გასაიდუმლოებული ამბავი ციხის საკანში ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის წამების საქმეზე. თუმცა ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა ჩვენმა გუნდმა დაადგინა. მისი იდენტიფიცირების შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ რწმუნება, რომ ის გიორგი ბაჩიაშვილთან საკანში სწორედ სისხლიანი ანგარიშწორებისთვის შეგზავნეს. ეს არის მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს გამოცემული განჩინება. ამ ერთი დოკუმენტით და მონაცემთა ბაზების დამუშავებით გავშიფრეთ თავდამსხმელის ვინაობა. 2025 წლის 12 ივლისით დათარიღებულ განჩინებაში მოსამართლე კალატოზიშვილმა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ბაჩიაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები კანონიერად ცნო. სწორედ ამ დოკუმენტში ვკითხულობთ იმ პირის სახელსა და გვარს, ვინც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს თავს დაესხა. ის კახი მეტრეველია. კახი მეტრეველს ვეძებ. თორას დიშვილია კახი. დიშვილი? კი, კახი. ჩვენი ოთარა? ხო. იცნობთ თქვენ ამ ბიჭს თუ არა? დაჭერილია. დაჭერილია? და კაი ხანი. ციხის საკანში გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი კახი მეტრეველის პოვნა მარტივი არ ყოფილა. ჩვენმა გუნდმა მონაცემთა ბაზებში ამ გვარისა და სახელის მქონე პირების იდენტიფიკაცია დაიწყო. პატიმარი მეტრეველი არც საარჩევნო სიაში იძებნება და არც უძრავი ქონების მფლობელია, რომ მის კვალზე იოლად გავსულიყავით. თუმცა საბოლოოდ მივედით ვარკეთილის 3-ში, მესამე A მიკრორაიონში, სადაც მეტრეველის ბოლო რეგისტრაციის მისამართი ფიქსირდება. და რატოს ეს ბატონო? ჩხუბზე ადრე. ჩხუბზე? აგვისტოში უნდა გამოვიდეს. მაგის განმავლობა 10 წელი რანაირად ჩასვეს? პირობითი ქონდა. მანამდე რისთვის ქონდა პირობითი? პირობითი მანამდე ქონდა ქურდობა. ქურდობა? ანუ დამამძიმებელი იყო, რომ პირობითის დროს ჩაიდინა კიდევ პირობითის ჩაიდინა ისო რა. აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი მრავალი წელია სასჯელს არაერთი მუხლით იხდის. თუმცა ოჯახი გვარწმუნებს, რომ ის ქსნის ციხეში იყო მოთავსებული. სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ ის იყო ბაჩიაშვილთან ვინ შევიდა დაპირისპირებაში და ახლა წევს ციხის საავადმყოფოში. როგორც მინისტრი არა, ესეთი არაფერი ქსანში არის, უკვე დღე-დღეზე უნდა გამოუშვა და ესეთი არაფერი საერთოდ. თქვენ როდის ესაუბრეთ ბოლოს? მე მის მეუღლესთან მაქვს სულ კონტაქტი, გუშინაც ვესაუბრე. და გუშინაც არ იცოდა მისმა მეუღლემ? არა, არაფერი არ იცოდა. როგორ აღმოჩნდა, სასჯელახსრულების მე-15 დაწესებულებიდან გლდანის ციხის იმ საკანში, სადაც ბაჩიაშვილი იყო, ამ კითხვაზე პასუხი არც კახი მეტრეველის დედას აქვს. კახი რომელ დაწესებულებაში ზის სასჯელახსრულების?
ქსნის დაწესებულებაში. ქსნის? გლდანში ხომ არ გადაუყვანიათ ბოლოს? მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია. ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფარგლებში გლდანის ციხეში მნახველის სტატუსით მივდივართ. გვინდა დავაზუსტოთ, ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი ისევ გლდანის ციხეში რჩება თუ დააბრუნეს ქსანში, სადაც 10 წელია სასჯელს იხდის. არის მეტრეველი კახი, ხო? დიახ. ეს პატიმარი ციხესაუდმყოფოში ხო არის ბაზარი ჩვენებს. ციხესაუდმყოფოში ხომ არ არის? ციხესაუდმყოფოში? მოდი პირად ნომერს გეტყვით. წუთით. ექსპერიმენტმა გაამართლა. მერვე დაწესებულებაში რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ციხის მისაღებსა და ციხის საავადმყოფოშიც დაადასტურეს, რომ კახი ალექსანდრესზე მეტრეველი ნამდვილად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. მეტრეველი კახი ვისიძე ალექსანდრესზე. დამელოდეთ. აბა, ხო? ანუ რაო? კი, ციხესაუდმყოფოში აქვს. ციხესაუდმყოფოს დირექტორი არის დავით დარასელია, ჩაასწორო. და ყოფილა ციხის საავადმყოფოში. თუ არა სპეციალური განზრახვა, ბოლო დღეებში რატომ შეუცვალეს ციხე-მეტრეველს? ამასთან ერთი ციხიდან მეორეში მსჯავრდებული ისე გადაიყვანეს, რომ ოჯახისთვის არც კი უცნობებიათ. სადგილები სადგსარი. ანუ ქსანში. ქსანში იხდის, აბა, სულ იქ არის თავიდანვე. სულ თავიდან სულ, ბოლომდე იქ აბა, არის და კი. აგვისტოში გამოსვლა უწევს. აგვისტოში გამოსვლა. როგორ მოხდა გლდანის ციხეში? ვინა კახი? არ არსებობს ეგეთი რამე. და ვინ გამოუშვეს, წაიყვანეს გლდაში ბაჩიაშვილის სემეო და წაიყვანეს უკან, თუ რა? ჩვენ კახი მეტრეველის რეგისტრაციის მისამართზე არაერთ პირს შევხვდით. უბანში იციან, რომ 28 წლის მეტრეველი, რომელიც დიდი ხანია არ უნახავთ, ციხეში კრიმინალურ სამყაროს დაუახლოვდა და ქსნის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ერთ-ერთი კორპუსის, ეგრეთ წოდებული მაყურებელი გახდა. ანუ ავტორიტეტია? მაყურებელია. კორპუსის იქ ხო? იქ ქსანში. ამით ჩვენთვის ყველაფერი ცხადი ხდება და სულ უფრო გვარწმუნებს იმ ვერსიის ნამდვილობაში, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმისთვის გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან შედგა. დავალების შესასრულებლად კი სხვა ციხის მაყურებელი შეარჩიეს. უცნობი პიროვნება, რომელთანაც არანაირი, ასე ვთქვათ, არაფერი არ აკავშირებდა მისი სახელი და გვარი დღემდე არ იცის, გიორგი ბაჩიაშვილმა მოულოდნელად იწყებს მსჯავრდებულის ცემას. საიდან შემოიყვანეს, ასე ვთქვათ, სხვა საკანში იმყოფებოდა მანამდე, რომელიმე კაბინეტში იყო შესული და ასევე, როდესაც საკნიდან გაიყვანეს, სად გაიყვანეს, ხვდებით, ანუ მთელი ეს ჯაჭვია შესასწავლი. როგორც გიორგი აცხადებს, ლაივ რეჟიმში მიმდინარეობდა დაკვირვება მასზე და რამდენჯერმე ისიც კი აღნიშნა, რომ როდესაც იქვე საკანში არსებულ საპირფარეშოში შედიოდა თუ 2 წუთზე მეც დაჰყოფდა, ავტომატურად შემოდიოდნენ და კითხულობდნენ, ხომ მშვიდობა იყო და რა ხდებოდა. ხვდებით, ანუ ამ პირობების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ გვინდა სრული სურათი წარმოვიდგინოთ, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ასე ვთქვათ, ამ ინციდენტმა ჩაიარა ყურადღების გარეშე. ასეთი კონტროლის ქვეშ მყოფი ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი პარასკევს საღამოს კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს. ჩვენ მოვიპოვეთ კლინიკა ვივამედის მიერ გაცემული გიორგი ბაჩიაშვილის სამედიცინო შემოწმების ცნობა, სადაც საავადმყოფო ადასტურებს, რომ ბაჩიაშვილს ჰქონდა არაერთი ჭრილობა, მათ შორის თავზე. ეტლით გადაადგილდება, თავზე გახვეული აქვს ეს თავი დოლბანდით, სამი ნაკერი აქვს კოპები, მარჯვენა მხარეს შეხვეული, ძალიან დიდი ჭრილობა ნაკბენი, აი სისხლამდე ჩასული ნაკბენი, აქვს კიდე ხელზე მრავლობითი ტიპის ნაკაწრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ დაზიანებების მქონე პაციენტ ციხის საავადმყოფოს დირექტორი დავით დარასელია აიძულებს ტკივილებისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ეტლით არ ისარგებლოს. არაადამიანური მოპყრობის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილი წერს გუშინ დაწერილ განცხადებაშიც. 18 ივლისით დათარიღებულ ხელნაწერში, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი მე-18 დაწესებულების უფროს დავით დარასელიას ამხელს. როდესაც დავამთავრე შეხვედრა ადვოკატთან და ველოდებოდი პერსონალს, რათა ეტლით ამოვეყვანე, შემოვიდა მამაკაცი, რომელიც გამეცნო როგორც მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. მან მითხრა, რომ ჩემი თავს ვიყავი, რადგან არაფერი მჭირდა და ეტლი არ მეკუთვნოდა. მე უარი განვუცხადე ჩემი თასვლაზე, რადგან მიჭირს გადაადგილება. ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მანანა ელეფთეროვას სახელზე გაგზავნილ წერილში გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ კლინიკა ვივამედში სხვადასხვა გარემოებების გამო მისი დაზიანებების სიმძიმე სრულად არ ასახეს.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, უფრო მეტი თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა დაკითხვის დროს და დაასახელა ექიმის ვინაობაც. ლელა ცირეკიძეა ვივა მედისის მედიკოსი, რომელსაც პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილი ასახელებს. სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას. ასევე ვივამედშიც დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. ვივამედის ექიმმა მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში. მოვითხოვეს სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან. მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრაგო მანქანაში. დამაბრუნეს მერვე დაწესებულებაში, სხვა საკანში. თქვენ არ გითქვამთ მისთვის, რომ თუ დარეკვას მოითხოვდა ასე კატეგორიულად დააბრუნებდით ციხეში? მე არ ვიცი, დარეკვა ჩემი საქმე არ არის, შემოძლეს. ეს წინადადება არ გითქვამთ ქალბატონ ლალი? როგორ არ მითქვამს, მით უთხარი მე რომ დარეკვა არ არის ჩემი საქმე, თქო, ნამდვილად უთხარი. და თუ დაგაბრუნებთ ციხეში ქალბატონ ლალი? ეგ არ მახსოვს, მე მგონი არ გითქვიათ ეგ. მე მგონი თუ არ გითქვამთ ქალბატონ ლალი? ზუსტად არ მახსოვს. დაზარალებული ბაჩიაშვილის მონათხრობის მიხედვით, ყველაფერი 7-დან 8 ივლისს გლდანის ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში დირექტორის კაბინეტში დაიწყო. როცა დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი დაიბარა და ოლიგარქისთვის სადავო კრიპტოვალუტის დაბრუნება ურჩია. უთხრა, რომ სჯობდა გაეხსნა ანგარიშები, სადაც მისი კრიპტოვალუტის საფულე და თანხის ბრუნვა იყო ასახული. ამასთანავე კითხა, რა ტექნიკური მოწყობილობები იყო საჭირო ამისთვის ციხეში. მე ნამდვილად ვერ გეტყვით თვითონ დირექტორის კაბინეტში შიგნით რამდენად არის კამერა დამონტაჟებული, მაგრამ ფაქტის გადამოწმება ეს პიროვნება მიიყვანეს თუ არა დირექტორთან, ნამდვილად შესაძლებელია, ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში, როგორ გითხრათ, ჩვენ ადვოკატები, როდესაც შევდივართ, კიბის უჯრედზეც კი, ან თავზე კიბის უჯრედის რამდენიმე კამერაა. წარმოუდგენელია, რომ არ არსებობდეს მსგავსი, ასე ვთქვათ, შეხვედრის დამადასტურებელი რაიმე კადრები. ბაჩიაშვილმა ციხის უფროსის კაბინეტში შეყვანისა და კრიპტოვალუტის ანგარიშების გახსნის მოთხოვნის შესახებ წერილი ორშაბათს გაავრცელა. უკვე მე-6 დღე სრულდება და ციხის ადმინისტრაციას ამ განცხადების უარსაყოფად სათვალთვალო კამერის ერთი ჩანაწერიც კი არ გავრცელებია. დირექტორი რას ამბობს? თანამდებობიდან აპირებთ მის გაშვებას თუ არა? დირექტორი არის კეთილსინდისიერი ადამიანი, ის არის რატომ შეხვდა პროფესიონალი. ბაჩიაშვილს 3 დღით ადრე და რატომ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფულზე? არ საუბრია ბიძინა ივანიშვილის ფულზე. დაგვიმტკიცეთ, დერეფნის ვიდეოები გაასაჯარობეთ, სადაც გამოჩნდება შევიდა თუ არა მის კაბინეტში თავის ნამდვილად. დროზე ყველაფერს გაჩვენებ. როდის არის თავის დრო ბატონ ბადა? გამოძიება როგორც კი დასრულდება, როდის დასრულდება? რამდენიმე თვე ჭირდება ხოლმე. რამდენიმე თვე? და მე აღმოჩნდება, რომ კამერები არ არის ბატონ ბადა? გაიგებ ყველაფერს თავის. ანუ რაღაც იმალება ამ კამერებში, ისეთი რისი ჩვენებაც არ გინდათ, ფაქტია, ხო? ეს არის იუსტიციის მინისტრის პირველი ინტერვიუ ბაჩიაშვილზე ციხის საკანში თავდასხმის შემდეგ. პატასალია, რომელიც მინისტრის პოსტზე ადვოკატობიდან მივიდა, ახლა უდიდეს სკანდალშია გახვეული. მისი მინისტრობისას პატიმარი, რომელიც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო, სასტიკად სცემეს და თავად ვერც კი ამბობს, რა გააკეთა ამ საქმის გამოძიებისთვის. მე ვეცნობ მტკიცებულებს, ახლა მეც ვიდეო არ გინახავთ? მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, ბატონ რომ ბადა, ვიდეო ნახეთ? მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. ანუ ნახეთ თუ არა, შინაარსი არ მომიყვეთ, უბრალოდ ნახეთ თუ მე არა. რაც ვნახე მტკიცებულებები, ამას მე გამოვაქვეყნებ და ნახავ საზოგადოებას. გამოვაქვეყნებთ ამ ვიდეოს, მე ხო არ აღმოჩნდება, რომ წაშლილია ან რაღაც დრო გავიდა. ვიდეოსთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა. არ გინახავთ და არ არსებობს? არსებობს თუ არ არსებობს, დადგინდება გამოძიების შედეგად. ბატონ ბადა, არიცით იუსტიციის მინისტრმა ვიდეო, რომელმაც ვიცი, მაგრამ ნათელი უნდა ამ მოფინოს ამ ეტაპზე, ყველაფერს არსებობს თუ არა? ამ ეტაპზე თავ შევიკავებ. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება აღარ გამოვაქვეყნოთ და ეხლა შეიძლება წინ დაგხვდეთ მე თქვენი სიტყვები? არა, ძალიან მარტივი ხო არის მაგის თქმა, ვიდეო არსებობს თუ არა? გარკვეული ვიდეოები არსებობს. გარკვეული არა, ჩხუბის ვიდეო საკანში, სადაც ხო ვიცით რა აკონტროლებდით ბატონ გიორგის და ეხლა მაინც და მაინც იმ მომენტში შეიძლება გიორგი ბაჩიაშვილს კამერებში და იმაში რა ქვია, საკნებში დამაგრებული არის ვიდეო მეთაურეობა და მიმდინარეობს. ზუსტად მაგიტო გეკითხები. გავერკვევით, ახლა მაგ ჯერ არ გარკვეულ ხართ ერთი კვირა გავიდა ბატონ პარტა. გარდა ამ საკითხისა ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს. ამაზე მნიშვნელოვანი ახლა რა გაქვთ? პატიმრები დაცულები არ არიან თქვენ სისტემაში? პატიმრები დაცულები არიან. რანაირად? თავდასხმამდე იყო ზეწოლისა და შევიწროებების მთელი სერია. მას ჯერ სატელეფონო ზარების განხორციელება აუკრძალეს. გადაწყვეტილება პროკურატურა მიიღო და ციხის ადმინისტრაციამ აღასრულა. შემდეგ კი ბაჩიაშვილი ოჯახის წევრებსა და ადვოკატებსაც ვეღარ ურეკავდა. ბოლოს კი ციხის ადმინისტრაციის უფროსის ოთახში დაიბარეს.
ბაჩიაშვილის სასჯელს E კორპუსის 69 საკანში იხდის, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული. ამ საკნიდან ის, რომ ციხის უფროსის კაბინეტში მოხვედრილიყო არა მხოლოდ საპყრობილის დერეფანი, არამედ ეზო და ადმინისტრაციული კორპუსის შიდა პერიმეტრიც უნდა გაევლო, სადაც ათობით კამერაა. ციხის უფროსის დავით გოგობერიშვილის გარდა გიორგი ბაჩიაშვილი საკუთარ წერილს შეასახელებს კიდევ ერთ პირს, ცulis უფროს ვინმე არჩილს, რომელიც თავდამსხმელს ემორჩილებოდა და სისხლიან ანგარიშწორებაში არ ჩარეულა. შაბათის ეთერის ინფორმაციით ეს ადამიანი არჩილ ბათხაძეა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა ეგრეთ წოდებული კარის სარკმელი შემოაღო, თავდამსხმელმა მას უთხრა, რომ დაუყოვნებლივ დაეკეტა და ის დაემორჩილა. მან განაგრძო იმ მისიის შესრულება, რა მისიითაც ის იყო შეგზავნილი. ბატონო არჩილ, გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ უყურებდით გიორგი ბაჩიაშვილის ცემას. რატომ არ მოახდინეთ რეაგირება და რატომ დახურეთ საკნის სარკმელი? ირკვევა, რომ თავდამსხმელ კახი მეტრეველს ციხის ცulis უფროსებისთვის ბრძანების მიცემაც შეეძლო და სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობდა. ბაჩიაშვილის მიერ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლისთვის ნაკარნახევ წერილში ვკითხულობთ, რომ მეტრეველს საკანში შესვლისას ჯინსის შარვალი ეცვა. ჯინსის შარვის შეგზავნა შეიძლება თუ იცით? მერვე დახურული დაწესებულების მოქალაქეთა მისაღებში რიგში მდგომი ადამიანების უმრავლესობა ოჯახის წევრებს სამოს ხშირად უგზავნის. ამიტომ მათ ვეკითხებით, არის თუ არა ჯინსი იმ აკრძალული ნივთების ჩამონათვალში, რომელთა შეტანაც პატიმრებთან არ შეიძლება. ჯინსის შარვის შეგზავნა შეიძლება? არა. ეს კნოპკები ორი კითხვა თქვენ დაგჭირდა? მე ორჯერ გავამატა. მინდა ვიკითხო ჯინსის შარვის შეგზავნა შეიძლება თუ არ შეიძლება? ზუსტად იცით? თქვენ მოგდომებიათ და უარი გიკითხეთ. სასამართლოს მაინც ხო და არაო. სასამართლოსაც არაო. იგივეს გვიდასტურებენ ციხის თანამშრომლებიც. სადმე ეს წერია ჩამონათვალი ნივთების რისი არა, უბრალოდ თქვენთან იგებენ რა შეიძლება და რა არა? ანუ ჯინსი, ვილვეტი და რა მითხარით მესამე? კაპიშონიანი კი ბატონო. ცხადია, რომ ციხეში აკრძალული სამოსით გადაადგილება მხოლოდ პრივილეგირებულ პატიმრებს შეუძლიათ და, როგორც ჩანს, მათ შორის იყო ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი მეტრეველიც. მეორის ვინაობა ცნობილია? რა თქმა უნდა, რომ განცხადებაში ინიციალები არ იყო მისი მითითებული. რა თქმა უნდა, ახლა პენიტენციური დაწესებულებისთვის არ იქნება ცნობილი ვინზის საკანში. ხო და რატომ არ იყო ინიციალები მითითებული? რატო არ იქნება? ანუ იყო მითითებული გბ, ანუ ამას გიორგი ვერ ახლა პენიტენციური განცხადებაში რატო არ იყო? ამ დროს პაატასალიამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა და ისიც, რომ ის ქსნის ციხიდან გადმოყვანილი, სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული მაყურებელი იყო. ამავე დაწესებულების პატიმარია მეორე? ჯინსის შარვალი როგორ ეცვა ბატონ პატა, ჯინსის შეტანა არ შეიძლება ციხეში. ვის ეცვა ჯინსის შარვალი? ვინ შევიდა ბაჩიაშვილთან? არ ვიცი, მე დეტალებს ვერ გეტყვით, ვიცი რომ მინარევს გამოძიება, ერთი რაც ვიცი ამ ეტაპზე. გამორიცხავთ, რომ სხვა საპატიმროდანში ყოფილიყო შეყვანილი ან გარედან? არა, ნახეთ, პატიმრების როტაცია ხდება სხვადასხვა დაწესებულებების მიერ, სხვადასხვა რისკის დონეების განსაზღვრის შესაბამისად ოპერატიული ინფორმაციის საფუძველს და შემდეგ. ყველა პატიმრის კონკრეტულ საკანში შესახლებაზე ციხის უფროსის ბრძანება გამოიცემა. ამიტომ ვერც იუსტიციის სამინისტრო, ვერც პენიტენციური სამსახური და ვერც გლდანის ციხის უფროსი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. სპეციალური ქვედანაყოფი არსებობს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წინასწარ სწავლობს მსჯავრდებულის ამა თუ იმ სხვა მსჯავრდებულთან შესახლებამდე, რამდენად ასე ვთქვათ, პროცენტულად მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოხდეს მათ შორის კონფლიქტი, მსგავსი დაპირისპირება. ის რაც მოხდა 11 ივლისს იყო კარგად დაგეგმილი, ორკესტრირებული და აღსრულებული. მისთვის ძლიერი ტკივილის ფიზიკური ტანჯვის მიყენების უკან იდგა მიზანი იმის, რომ დაშინება განხორციელებული იყო მასზე და მისი დასჯა განხორციელებული იყო. მასზე მოსალოდნელი თავდასხმისა და შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს დატოვების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა პირველივე ინტერვიუში ისაუბრა. 11 ივლისს 69 საკანში მომხდარი მისი ოჯახის ვარაუდით შესაძლოა სწორედ იმ მუქარის განხორციელების მცდელობა იყოს, რის გამოც ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა ქვეყანა დატოვა. მასზე იყო ნადირობა ორმა წყარომერთხელად ცნობა, რომ შეიძლება კილერების კი გაუგზავნოსო. ეს ივანიშვილის რო არ გაჩერდებოდა, ეგეც უბრალოდ ვიცოდი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქმედება, რაც ხდება გიორგის მიმართ, ეს არის ბატონი ბიძინას პერსონალური დავალებით შესრულება. მე არ ვიცი კიდე საჭმელში რა შეურევენ, ასასმელში რა შეურევენ,
რას მისცემე, რას არა, საიდან ვარ მე ამაში დაცული? არაფერში დაცული არა ვარ. ძველ რომში გლადიატორის ბრძოლებს უყურებდნენ ხოლმე იმპერატორები. დარწმუნებული ვარ, მაგბრძოლასაც უყურებდა კამერით, ან ჩანაწერს, ან ლაივში, რა ვიცი. ალბათ სიამოვნებას იტევს ამით. ვიცი რომ საფრთხეშია, მაგრამ მე არ ვიცი ამისთვის რა გავაკეთო. გიორგი ბაჩიაშვილის დედა შაბათის ეთერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აიჭობს, რომ მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმას ბევრად უფრო შორს მიმავალი და ბოროტი გათვლები ჰქონდა. ნაკბენი სისხლამდე წამებაა, მაგრამ მე კიდე არ ვიცი, რა დიაგნოზის მატარებელი იყო ის კაცი, ვინც უკბინა. რა დაავადება ჰქონდა, შიცი, ცეგეპატიტი, რაღაც იქნება სპეციალურად შეუგზავნეთ ასეთი დაავადებით დაავადებული ადამიანი. დედის ესეჭვები არც თუ ისე უსაფუძოა. ვივამედის სამედიცინო ცნობაში წერია, რომ დაკბენილი პაციენტის მდგომარეობა და კბენის შედეგად მიყენებული რბილი ქსოვილის დაზიანება იმ ხარისხის იყო, რომ კლინიკაში მას ანტიტეტანური იმუნიზაცია ჩაუტარდა. ამას გარდა ვივამედმა გასცა რეკომენდაცია, რომ უკვე ციხეში ბაჩიაშვილს მეორე აცრა ანტირაბიული იმუნიზაციაც უნდა გაეკეთებინა. ყველაფერი რაც კი რამე გიორგის დაემართება მაგალითად ან მოიწამლოს რაღაცა, ამაში წინასწარი ბიძინევანიშვილი იქნება დამნაშავე. იმიტომ რომ მის გარეშე მას თითს არავინ დააკარებს. მარინა რამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილს ძალიან ახლოს იცნობს. მათი გზები ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, როდესაც მილიარდერი ხალხის აღქმაში ჯერ კიდევ უჩინარი მეცენატი იყო. მამისთვის საუკეთესო ოფთალმოლოგს ეძებდა და მარინა რამაზაშვილს ლეჩკომბინატში მიაკითხა. ივანიშვილის არც სახელი ვიცოდი, არც გვარი და არც ვიცოდი ვინ იყო ეს ადამიანი. ვიღაც პაციენტთან გრიშა ივანიშვილთან ამიყვანეს კონსულტაციაზე და დედას ხმქონდა ძალიან დიდი ხნის და ძალიან თბილი ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამართლიანი და კარგი ადამიანი იყო. ხშირად მეზახდა ხოლმე თავისთან ჭოროლაში, ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ასაუბროთაც კი. გაიხსენოს მაგან, თავისი დედა რითი მოკვდა. დედა მის ინსულტი დაემართა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბიძინაზე ტელევიზორში რაღაცა სუსტ გარყოს. მაგათ მე პირიდან ვიცი ამბავი. დარწმუნებული ვარ, დედა მის დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბიძინა მას არ გააკეთებდა. ის ხალი არ დაუშვებდა ამას. ხება დედა მისი დაესწროს ერთშვენიერ დღეს და უთხრას ხალბატონო ციცინო, შვილო რა შვები, რად გადაიქეცი. მე შენ ადამიანად გაგზავნე, შენ კიდე მონსტრი ხარ. წლების განმავლობაში მარინა რამაზაშვილს ივანიშვილზე სულ სხვა რწმენა შეუქმნეს. ის იყო მისთვის კეთილი საქმის კეთების სიმბოლო. ახლა კი ქალს, რომელმაც ივანიშვილის ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვას წლები შეალია, იგივე ივანიშვილი შვილს უკლავს და ვერაფერს აკეთებს, რომ ეს შეაჩეროს. მე ამ კაცის მჭეროდა. დედას კეფიჩემ შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესისტი ვიყავი. იმიტომ რომ მე ამის მძელოდა უპირობოდ, რომ ეს არის მეცენატი, აი უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ყველაფერი კარგი და ასე შემდეგ, აი მართალი გითხრა, თვალები მქონდა ახლოვული. როგორ ის შენ არ დაუშვებს მეთქი ეს რაღაცა შენ. შენ არიციო მეორო დამიბარესო, მითხრესო რომ რაღაც უნდა ჩავიწერო თუ ამ თემასთან დაკავშირებით და მე ვუთხარი რომ ბატონ ბიძინას უნდა შევთანხმო ეს საკითხები, იმიტომ რომ ეს მას ეხებაო, მის თემას ეხებაო. დაურეკე და მითხრაო რომ ამას მე გიჩივი და შენ ადვოკატები მოძებნე გირჩევო. გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილის გვერდით ბევრი წელი გაატარა. ასეთი ახლო კავშირი ოლიგარქს არც თუ ისე ბევრ ადამიანთან ჰქონდა. ახლა უკვე პატიმარ ბაჩიაშვილს საკუთარი როლი აქვს ნათამაშები მრავალმილიარდიანი იმპერიის მშენებლობასა და იმ კრიზისების დაძლევაში, რომელიც მილიარდერს შვეიცარიულ ბანკთან დავის დროს შეექმნა. იღებდა მადლობებს ივანიშვილისგან მილიონებიანი დავების მოგების გამო და ამ დროს თურმე იგივე ივანიშვილს მისთვის ციხის საგზური უკვე გამზადებული ჰქონდა. ადამიანი, რომელმაც ორი კვირის წინ, რომელმაც მოიგო ის სინგაპურის მისი სასამართლო, ბიძინამ დაურეკა, მადლობები უხადა. ეს იყო მაისის თვე. მაშინ, როდესაც მარტის თვეში მაღაზია საქმე უკვე აღძრული ჰქონდა, იმიტომ რომ გიორგი ამერიკაში იყო, იქ სინგაპურში იყო, ვერ ჩამოდიოდა ამის გამო, რომ აქ ჩასაფრებული ელოდებოდა, როდის ჩამოვიდოდა და დაიჭერდა. ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის დედა დარწმუნებულია, რომ გიორგის სამაგალითოდ და საჩვენებლად სჯიან. ამით ქვეყნის არაფორმალური მმართველი ჯერ კიდევ მის გვერდით მდგომებს აჩვენებს, რომ არავის დანდობას აპირებს. აი თავის საკუთარ ყველაზე ახლობელ ადამიანს, ყველაზე სუფთა და სანდო ადამიანს მე ასეთი რაღაცა გავუკეთე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საქმე ვერ აღზარი რეალური მის წინააღმდეგ და თქვენ რას გიზავთ? დარწმუნებული ვარ, ყველა ვისი გარემოსთვის წევრის საქმე სადღაც თაროზეა შეგოდებული. ნებისმიერ მომენტში გაიხსნება, როგორც კი ის მისთვის არასასურველი გახდება, ან არასანდო. კალაზე ხო შემდეგი მსხვერპლია რეალურად.
და თუ არ წავენ გარიგებაზე რასაც შესთავაზებენ, გიორგის უარის მდგომარეობაში აღმოჩნდება და გაუძლებს თუ არა არ ვიცი. ასევე ნებისმიერი სხვა დარწმუნებული ვარ რომ სამზარეულოში სხვა რამეს ლაპარაკობენ. კალაძე ბაჩიაშვილისთვის უცხო ადამიანი არ ყოფილა. მათ ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. დღეს კი, როდესაც ბაჩიაშვილი ჯერ ციხისთვის, შემდეგ კი პრაქტიკულად სიკვდილისთვის გაწირეს, თბილისის მერი ვერაფრის თქმას ვერ ბედავს. იყო რადევს სასწორზე ამისთანა რომ ისი მხარდაჭერა არ შეგიძლიათ ბატონ კახა. ასეთი რით დაგემუქნენ რომ მისთვის მხარდაჭერის გამოხატვაც არ შეგიძლიათ. კადრების გასაჯაროება მაინც მოითხოვეთ. გიორგი ბაჩიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა და შაბათის ეთერის საშუალებით პირველად მიმართავს მის მეუღლეს, რომელთანაც ბევრი წლის ნაცნობობა და ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან მინდა ასევე მიდოდა მიმემართა ივანიშვილის მეუღლე ეკასთვის. ისის დედა, 4 შვილის დედა, როდესაც უყურებს თავისი მეუღლის მხრიდან ასეთ უსამართლობას, ნუ თუ არ აღეძრება, ან სიბრალული გრძნობა ან რაღაცა, იმ დედების მიმართ ისი შვილებიც ციხეში გამოამწყდიან ისმა უსამართლო მეუღლემ და არ ეუბნება რომ რა შვები გაჩერდი, როდემდე ღვთის სასამართალი ყველას ეწევა და შეიძლება ეს ძალიან სასტიკი იყო ეს სამართალი. მე მინდა ვთხოვო ყველა იმ დედის სახელით, ვისი შვილების დღეს დამწყდეულები არიან. ყველა იმ დედის სახელით, ვინც ამბავს შეეწირა, რომ დაფიქრდნენ, ისევ ადამიანებად იქცნენ. აუშენ ჩვენი უდანაშაულო ბიჭები დაანებონ თავის ჩვენ ოჯახებს. მათი შვილების ხო დღესდღეობით ოქროს გალიებში სხედან, თვითონაც ოქროს გალიებში სხედან. უნდათ ასე ცხოვრება? თუ რაღაცაა ჩვენზე დამოკიდებული, მითხრათ და გავაკეთებ. მაგრამ რა გავაკეთებ? ჩემი სიცოცხლე უნდა წაიღო. დარწმუნებული ვარ, ეკას შვილიც რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო, ისიც იყოდა. ჩემი სიცოცხლე მისი სიცოცხლის ფასად. არა ეკა? შენი ცოტნეს, ღვანცას, ვერას, უტას გულისთვის არ გაიღებდი ყველაფერს. გიორგი ბაჩიაშვილი და მასზე თავდამსხმელი ჯერ კიდევ ცეხის საავადმყოფოში რჩებიან. ახლა ოცნებას დიდი თავსატეხი აქვს. როგორ ახსნას ერთი ციხიდან მეორეში პატიმრის გადაყვანა და მისი ბაჩიაშვილთან მოხვედრა და რაც ყველაზე მთავარია, როგორ წაუყენოს ბრალი თავდამსხმელს, რომელსაც სავარაუდოდ ხელშეუხებლობას და აგვისტოში ციხიდან გასვლას დახპირდნენ.